ჩემო ლამაზო მეგობრებო, აი მეც დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. დღეს არის 15 ნოემბერი, შაბათი. დღეს მოგდიან ჩვენი ფრანგი მეგობრები, რომ აღნიშნოთ დავითის დაბადების დღე ისევ. შემდეგ აუცილებლად გაჩვენებთ როგორ მოვაწყე სუფრა არის ულამაზესი, ალბათ ეგრე ლამაზად არასწორ გამიკეთებია. დრო მქონდა ლუიზმა 3 საათი ეძინა შუა დღით, ამიტომ ანუ ჩემი დრო კარგად ჩავდე. ფრანგულ სიტყვებს თარგმნი, ფრანგულ ფრაზებს თარგმნი, ფრანგებში ეგრე ამბობენ, ჩემი დრო ჩავდე. ხო და ამიტომ ძალამაზი სუფრა გამოგვივიდა, გაჩვენებთ რომ გავაკეთეთ ჩვენი საჭირო ოთახი, მოვიდა ხელოსანი და გაგვიკეთა. ხელოსანს როგორ ეძახიან, პლომბიე როგორ არის ქართულად? სანტექნიკ. როგორ არის ქართულად არ ვიცი. ნუ ვინც რაკოვინებს და კანალიზაციას და ყველაფერს უვლის. ბრეფ. დამწერ თუ ვიპოვი. ასე, რა ვიცი, სხვა რა მოგიყვეთ კიდევ. ლუიზ უკეთ არის, უნდა ეხლა მივცე მისი წამალი, სანამ არ დამავიწყდა. რა ხდება კიდევ ჩვენსკენ, რა ვიცი, სხვა არაფერი. ვმუშაობთ რუტინა ესეთი სამსახური სახლი ძილი ჭამა სამსახური საჭმელი და ესე მივხვდით აი ყოველდღიურობაა და დღეს რომ მეგობრები მოგდიან ძალიან გვიხარია ვიცი მეტი აღარაფერი მოდით გაჩვენებთ ჩვენ სუფრას და საჭირო ოთახს აი ასე გავაწყე ჩემი ლამაზი მაგი და უზომოდ მომწონს ძალიან მიყვარს ეს მწვანე და ესეთი ოქროსფერი შერეული აი ასე ყვავილები ძალიან მოუხდა ნახეთ აქ უკვე გავამზადეთ ცომი რომელიც ამოვიდა და ელოდება რომ გადავზილო და გავაკეთო პიცები იმას ცხრის ყველი და თაფლი ძალიან უხდება საფრანგეთში ძალიან განთქმული კერძია აქ უკვე გავაკეთე აი ასეთი პლატო ფრომაჟ ანუ ყველის დაფა აქ არის ჩვენი ნამცხვარი ეს არის ეს არის ჩვენი ახალი შენაძენი რომელიც ძალიან უხდება ჩვენს დივანს და აქ შემოსასვლელში მაქვს ესეთი c'est nouveau აი ასეთი სკამივით არის რომელიც გავს ასევე ჩვენს დივანს და ესეც ძალიან მოუხდა ცუცარიელი იყო და არ ვიცოდი რა მეყიდა ვფიქრობდი რამე კრესლოსავით სავარძელი უпростоრად და მე ეს პუფი გადავწყვიტე ახლა გაჩვენებთ მოვიდა ხელოსანი და გაგვიკეთა საჭირო ოთახში დენისისგან ჩამოგდებული რაკოვინა ნიჟარა უпростоრად აი ნახეთ როგორც ნახეთ ჩემს ბოლო ვიდეოში ბოლოს ეს ავიღეთ და ბარემ ესეც მიაკრო სანამდე სულ კაფელს არ ავაკრავთ თელ კედლებზე საჭირო ოთახში თორე ვანაში უკვე გვაქვს თელ კედლებზე აკრული დიდ ადგილს არ იკავებს ეტყობა თქო ძალიან დიდ ადგილს იკავებს მაგრამ არა მშვენიერია სუფთა ლამაზია იმაზე მილიონჯერ კარგია თან უბრალოდ ის იყო პატარა ეს ოდნავ დიდია მე მგონი შვენიერია იქ რო ხელებს იბანდი ყველგან წყალი იყო აქ ეგრე აღარ იქნება იმიტომ რომ ადგილი არის ხელების დასაბანად და ვიდეოში გითხარით ზოგი ჭირი მარგებელი ახალი და ლამაზი და სუფთა და უფრო კარგი გამოვიდა მესეც მოვჭით Real
ახლა არის მეორე დღე, მივდივართ სამსახურში, სკოლაში. ვემზადები რომ ჩავიცვა და ისევ გავიღვიძე ეს ძალიან ცუდი შეგრძნებით. მინდოდა გამეზიარა თქვენთან. ეს შეგრძნება არის უმადური მე. უმადური, აი ყოველთვის რაღაცა არ მომწონს, რა გავაკეთე, აი ის არ მომწონს, რაც თქვი, აი ის არ მომწონს, რაც არ გამომივიდა და რაღაცნაირად აი ესეთი შეგრძნება მაქვს ყოველთვის. მაპატიეთ, თან ცუდათა ვარ ცოტა. რაღაც საშინელი გრიპი მაქვს. ხო და აი ესეთი აი არაკმაყოფილების შეგრძნება მღლის საშინლად. ძალიან ცუდად გრძნობ თავს მაგ დროს, ანუ ჩემით არ ვამაყობ საერთოდ, ვამბობ ან რა გააკეთე საერთოდ შენს ცხოვრებაში და აი საშინლად მღლის აი ეს ფიქრები და ვერ წარმოგიდგენთ როგორ ნერვები მეშლება და მაგ დროს ჩემ თავს ვერ ვიტან, როდესაც ესეთი ცუდი შეგრძნებები მაქვს. ამით დარწმუნებული ვარ, რომ არ შემცირდება. და აი ამ დროს თითქოს და ჩემ თავს ვებრძვი, ჩემს ფიქრებს ვებრძვი, ანუ ხარზე, მარჯვენაზე მყავს ანგელოზი და მარცხენაზე მყავს ეშმაკი და ერთმანეთს ეჩხუბებიან, რომ არა რას ამბობ, ამდენი რაღაც გააკეთე, ამდენი რაღაცას მიაღწიე, ჯერ ისევ ახლა გაზრდა ხარ, ამდენი რაღაც გამოგივიდა, ესე უნდა ამაზე მეტიც შემეძლო გამეკეთები და ამაზე მეტიც შემიძლია, ამაზე კარგათაც შემიძლია და აი ვერ წარმოგიდგენთ როგორ ცუდ მდგომარეობაში ვარ მაგ დროს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემ თავში, ანუ ირგვლივ არავის არ ვაჩვენებ რომ ესე ვარ და ესე ვგრძნობ თავს, ყველაფერი მაქვს აი ესე გულში და აი როგორც გითხარით, ვიღლები, აღარაფერი აღარ მინდა, აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა. უბრალოდ ვარ აი საშინლად უკმაყოფილო ჩემი თავის და აი მინდოდა გამეზიარა ეს ცუდი შეგრძნება თქვენთან, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ხართ რამოდენიმე არის ჩემსავით და უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მარტო არ ხართ. აი ესეთი შეგრძნებები მაქვს და აი ხანდახან როცა არა მაქვს ხოლმე, აი თითქოს და ამოვისუნთქებ, თითქოს და ვისვენებ. და ეს შეიძლება რომ მოხდეს, აი ყოველდღიურად არაფერი ისეთი არ მოხდა რომ რამე მაწყინა, რამე გამაბრაზა და მაგ დროს მეწყება ეს ცუდი ფიქრები, რომ აი როგორ გააკეთე და არასწორად. არა, აი უბრალოდ ყოველდღიურობა, კარგი ცხოვრება, არაფერი არ არის, ყველანი კარგად არიან და მე მაგ ფიქრებში ვიხრჩობი. ოღონ მართლა ვიხრჩობი და აი არას ვარ მომიყოლი ეს რაღაცეები. იმ დღეს დედიკოს გავუზიარე და რაღაცად მომეშვა, რომ ვუთხარი ეს ყველაფერი, რომ მეთქი ესე ვგრძნობ თავს და რაღაცად მომეშვა, რაღაცად კარგად ვიგძენი თავი, რომ ვიცი რომ დედა გვერდზე მყავს და ერთ-ორ სიტყვას მეტყვის და ეგრევე მოვიწყდება. და მეთქი უნდა აუცილებლად მეც გაგიზიაროთ, რომ შეიძლება ჩემსავით ხართ და აი უბრალოდ თავს არანებებთ თქვენს თავს, მიხვდით? მე მგონი ამაზე ოდნავ მისაუბრია ჩემს არხზე, რომ აი ჩემ თავს არ ვანებებ თავს რა. აი ესეთი ფიქრები მაქვს ხანდახან და ძალიან მეშლება ნერვები ჩემ თავზე. ახლა როგორც ხედავთ, ვამზადებ კვერცხს. დენის დავუწყე უკვე დილიდან ნელ-ნელა ვაპარებ მარილიანი სადილი, იმიტომ რომ ძალიან უყვარს მაგას სერიალი, ანუ ხლოპია, ანუ კარაქიანი პური შოკოლადის, ტკბილი, ყველაფერი შოკოლადით, ყველაფერი ტკბილი და ვცდილობ რომ მოვუკლო და დილიდან ვუწვავ ხოლმე კვერცხს. თოხლო კვერცხს და პურს აწვობს და ეგ უყვარს ძალიან და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ბავშვი დანაყრებულია და თან კარგი რამე მიირთვა.
გახსოვთ როგორი კარგი შტატი მქონდა მანქანაში ჩემი ტელეფონის და გამიტყდა სამწუყარო და დავდივარ მაღაზიაში და ვერ მხვდება თან ვჩქარობ ხოლმე აქციონში და იქ არის Brave გააჩვენებთ ახლა რა ვიყიდე დავიწყოთ აი ასეთი ფარდა ნატურა რომელსაც დავდებ ეზოში, დავკიდებ პროსტორად ეზოში სახლზე, რადგან მზის შუქის დახმარებით იტენება. იმედია, კარგად მხედავთ. მინდა რომ ადვენტი კალენდარი ვიყიდო ჩემთვის და დავიდისთვის ამ წელს, რაღაცნაირად როგორც გითხარით, ახალი წელი რაცხა ძალიან არ მინდა, არც შობა, არც დეკორაცია, არც ნაძვის ხე, აი არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ნაძვის ხე დავდგა. არ ვიცი თქვენც თუ მასე ხართ, იმედია ის უბრალოდ პატარა დეპრესია და გაბევლის. და რა თქმა უნდა დავდგათ და დარწმუნებული ვარ რომ დავდგა უფრო გამიხარდება. და უფრო მომცემს ამ мотивაციას საახალწლო და საშობაოს, ამიტომ ადვენტი კალენდარებს ვიყიდი. მაგრამ მინდა რომ ადვენტი კალენდარი ვიყიდო, ოღონდ 12 უჯრიანი, ჩემთვის 12 უჯრიანი ლორე არის უკვე ვნახე ზალონდოში. მინდა რომ ვიყიდო, ჯერ არ მიყიდია, იმედია არ გაიყიდებოდა იქნება. და დავიც ვიყიდი აი ასეთი ადვენტი კალენდარი action-ში, ანუ action. ძალიან საყვარელია. 12 რაღაცა დებს შიგნით. რაღაც გადმოვარდა. Oh no. ჩაჯიკი. ძალიან მომეწონა, რადგან კაი რაღაცებია. და 12 უჯრა აქვს და მეც 12 უჯრიანი მინდა ვიყიდო. ჩემი სამსახურისთვის ვიყიდე ყავა, კაფსულები. შემდეგ ტელეჯანტა მოვიღო. აი ესე. შემდეგ დენის მაირჩია აი ასეთი ვაფლები შოკოლადის. მე ჩემთვის ეს ავიღე, ეს არის ორცხობილა, ანუ გაბერილი ბრინჯივით რო არის, ხო იცით? რაღაცნაირი ხრაშუნა თითქოს და ქაღალდს ჭამა ის გემო რო აქვს. ეს ოღონდ თეთრ შოკოლადში ამოვლებული და გლუტენის გარეშეა და ძალიან გემრიელია. ესა. ვიყიდე აი ესეთი შოკოლადი, მინდა რომ ახალ წლის სუფრაზე აი ასე მოვთო, აი ესეთი ლამაზი დეკორაცია გავაკეთო. რა თქმა უნდა, კომენტარის გარეშე ვიყიდე ესეთი ძალიან ლამაზი ბანტიკები, ნახეთ რა ლამაზი ბაფთებია. ახალ წელს ერთი მე, ერთი ლუის გავიკეთებთ. ვიყიდე თხილკაკალი შერეული. აი ეს ვიყიდე. ბალზამი Head and Shoulders-ის ძალიან დიდი ხანი არ მიყიდია და აი ვგიჟდები ამის სუნზე აი. ძალიან მიყვარს ამის სუნი. ძალიან გაძვირდა აი ეს Head and Shoulders-ია ისე გაძვირებული, ანუ ერთი შამპუნი რო იყიდო თავის დასაბანი 6 ევრო. ჩვენთან ძვირია. სანთლები ვიყიდე და ვიყიდე აი ესეთი ლამაზი სუფრა საახალწლოდ. Всё. ეს იყო ჩვენი მაღაზიობანა. ახლა გამოვედი, ქვშია. და სადღაც მინდა რომ წავიდეთ დავჯერ ჭამოთ მე და დენის. ნახოთ სად წავალთ.